მე დღეს გაგიზიარებ ინფორმაციას და მოგიყვები იმ ადამიანთა კატეგორიაზე, რომელსაც აუცილებლად იცნობ, აუცილებლად შეხვედრი ხარ სადღაც და რომელიღაც ხარ შენ. ან მეტად, უფრო მეტად მიდრეკილება გაქვს ერთი კატეგორიისკენ, ან მეორე კატეგორიისკენ. რამდენჯერ შეგხვედრი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აბრალებს სხვას, ყველაფერი არის, ყველას ბრალი გარდა მისი. მის გარდა არის ყველა დამნაშავე. ან მეორე კატეგორიის ადამიანი, რომელიც პირიქით რადიკალურად ყოველთვის ყველაფერში ადანაშაულებს საკუთარ თავს, ნაცვლად იმისა, რომ ცოტა ლოგიკური გარემოდან არსებული ფაქტორებიც გაითვალისწინოს, რომ არა, ყოველთვის ის არ არის ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ მას ეს ესჯერა. არსებობს ამ ტიპის, არსებობს კონკრეტული მახასიათებელი, რასაც თავის ტერმინი აქვს, რომელი ტერმინით შენ არაფერში გჭირდება ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, თუ დამატებით ინფორმაცია დაგაინტერესებს, მოგწერე, გაგიზიარებ აუცილებლად. არსებობს რაღაც კონკრეტული მახასიათებელი პიროვნული, რომელიც განაპირობებს უფრო მეტად ვართ მიდრეკილი ერთი კატეგორიისკენ თუ მეორე კატეგორიისკენ. ჩვენ მე ახლა დაგიხაზიადებ ამას ძალიან რადიკალურად, რომ აი კარგად დაინახო განსხვავება ამ ორი ტიპის ადამიანს შორის, თორემ იშვიათად ხდება ასეთი რადიკალური და როგორც წესი უკვე ყოველდღიურობაში ვსწავლობთ, რომ უნდა ვადაპტირდეთ, გვჭირდება ეს ადაპტირება იმისთვის, რომ მოვერგოთ აი ამ რაღაც ყოველდღიურ რეალობას. მოდი მაინც რაღაცნაირად რომ გავყოთ და დავყოთ ეს ორი კატეგორიის ადამიანი ერთმანეთისგან, აი რაღაც სახელი ვუწოდოთ, რაღაც დავარქვათ ადამიანი, რომელიც საკუთარ მეზეა ორიენტირებული და ადამიანი, რომელიც გარემოზე არის ორიენტირებული. უბრალოდ რომ დავყოთ ახლა ეს ორი კატეგორიის ადამიანი, რომელიც საკუთარ პიროვნებაზე არის ორიენტირებული, აი უფრო მეტად სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი რაღაც რწმენების და შეუძლია და ფიქრობს, რომ შეუძლია მოქმედება თვითონ დამოუკიდებლად და ეს მასზეა დამოუკიდებელი. მაშინ როცა ადამიანი, რომელიც უფრო გარემოსკენ არის მიმართული, მუდმივად სწამს და სჯერა რაღაც მოვლენების, მუდმივად პოულობს რაღაც ფაქტორს, რომ არის რაღაც კოსმოსის ბრალია, ღმერთის ბრალია, ამინდის ბრალია, მთვარე ამ მდგომარეობაში. არ აქვს მნიშვნელობა, სულ შეუძლია რაღაც შეიძლება კოსმოსში მართლაც ხდება რაღაც. ყველას ჩვენი რაღაც პირადი მოცემულობები გვაქვს, რის მიხედვითაც მოქმედებთ და რაც ახდენს გავლენას, მაგრამ აი ამ კატეგორიის ადამიანი მუდმივად აბრალებს რაღაცას, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც, შეიძლება იყოს ვიღაც, მთავარი არის რომ თვითონ არ არის. ამიტომაც მისი რწმენები არის სულ რაღაცაზე მიმართული. როგორია საკუთარი თავის აღქმა. როგორ ფიქრობ, შენ მართავ შენ ცხოვრებას, შენ მართავ საკუთარ ცხოვრებას, თუ ცხოვრება გმართავს შენ. თუ პირველი კატეგორიის ადამიანი ხარ, როგორც წესი, თვლი ან შენს ირგვლივ გვერდით არის ესეთი ადამიანი, თვლის რომ ის მართავს ცხოვრებას. მას აქვს ბერკეტი, მას აქვს შესაძლებლობები, მისი მიზნებია. თვითონ შეუძლია გამოიყვანოს. ამიტომაც ის ქმნის საკუთარ ცხოვრებას. მაშინ როცა მეორე შემთხვევაში თუ კი რადიკალურად აი ამ ტიპაშის ადამიანი გვხვდება, რომელიც გარემოზე არის, გარემო ფაქტორებზე ორიენტირებული, მუდმივად თვლის, რომ მისი ცხოვრება სადღაც წავიდა, მისი ცხოვრება მის გარეშე გავიდა. ცხოვრებას სხვები მართავენ. ის ვერ მართავს საკუთარ ცხოვრებას. ცხოვრება მართავს მას. ამიტომაც აი ალბათ გსმენია ესეთი ისტორიები, რომ უკვე ზრდასრულ ასაკშია, უკვე საკმაოდ დიდი ასაკის და დიდი გამოცდილების ადამიანია და თითქოს სხვის ცხოვრებით იცხოვრა. თითქოს სხვები განაგებდნენ მის ცხოვრებას. ნაცვლად იმისა, რომ ეკეთებინა ის, რაც უნდოდა და როგორც უნდოდა. რომ აეღო პასუხისმგებლობა ყველა მის მოქმედებაზე. ეს რა თქმა უნდა კიდევ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ახლა მხოლოდ აი ამ ჭრილში განვიხილოთ. იფიქრე, რომელი კატეგორიის ადამიანი უფრო მეტად ხარ. აუცილებლად ამოიცნობ საკუთარ თავს. როგორც წესი, როცა ვიზრდებით, როცა უკვე რაღაც გააზრებულად ვიწყებთ ცხოვრებას,
ვსწავლობთ თუ ერთი ტიპაჟისკენ ვიყავით მიდრეკილი, მეორესგან ვსწავლობთ რაღაცას და თუ მეორე ტიპაჟისკენ ვიყავით მიდრეკილი, პირველი ტიპაჟის, იმიტომ რომ გვჭირდება. ეს გვჭირდება ჩვენ ყოველდღიურობაში. რომელია უკეთესი? ბალანსია კარგი. კომბინაცია კარგი. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია მოცემულობას, რეალობას. შეუძლებელია ყოველთვის შენ იყო დამნაშავე და შეუძლებელია ყოველთვის სხვა იყოს დამნაშავე. შეუძლებელია ყოველთვის შენ შეგეძლოს ყველაფერი და გარემოდან არაფერი არ ახდენდეს გავლენას. რა თქმა უნდა, ეს არის კომბინაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ბალანსი აი ამ ყველაფრის, რომ შენ კარგად იცნობდე საკუთარ თავს, იცნობდე შენ შესაძლებლობებს და იცნობდე კარგად შენ გარემოს, შენს რეალობას და შეძლო ამორის ერთმანეთთან სწორად დაკავშირება. სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედვა, სხვადასხვა ვერსიების განხილვა, სხვისი თვალით დანახვა სიტუაციის. ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი პერსპექტივიდან შეხედო. არ აქვს მნიშვნელობა უფრო მეტად რომელი კატეგორიის ადამიანს მიეკუთვნები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, პასუხისმგებლობა. როცა რაღაც ხდება, ვისი პასუხისმგებლობა? როცა რაღაც კარგი ხდება, ან ცუდი ხდება. შენ იღებ პასუხისმგებლობას, თუ სხვაზე გადაგაქვს ეს პასუხისმგებლობა. როგორც წესი, პირველი კატეგორიის ადამიანი, რომელიც საკუთარ პიროვნებაზე არის, საკუთარ მეზე არის ორიენტირებული, პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ სჯერა, რომ მის ხელშია ბერკეტი, ცვლილებები შეუძლია, შესაბამისად თუ რაღაც მოხდა, ან რაღაც ვერ მოხდა, მისი პასუხისმგებლობა არის. მაშინ როცა მეორე შემთხვევაში რა კი დამნაშავე ყოველთვის სხვა არის, რა კი მიზეზები ყოველთვის გარემოში არის, პასუხისმგებლობაც ყოველთვის გადადის გარემოზე, პიროვნებაზე, სხვა ადამიანზე, სხვა სიტუაციაზე. როგორ უმკლავდები რთულ სიტუაციებს, მარტივად ყრი ფარხმალს, თუ ცდილობ რომ გამოიყვანო ეს ყველაფერი, თუ შენ პირველი კატეგორიის ადამიანი ხარ, ან ამ ტიპის ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, ის ხშირად ცდილობს მთელი ენთუზიაზმით, მთელი ძალისხმევით, იმიტომ რომ სჯერა რომ ეს ბერკეტი მის ხელშია, მას შეუძლია ცვლილება. მაშინ როცა მეორე კატეგორიის ადამიანი უფრო მარტივად ყრის ფარხმალს, როგორც წესი, უფრო მარტივად ეკარგება ეს რაღაც ენთუზიაზმი, რაღაც კონკრეტული საქმის მიმართ, იმიტომ რომ აქაც მიზეზები ყოველთვის არის გარემოში მისთვის და ამიტომაც თუ კი არ გამოვიდა რაღაც სხვა მიზეზის გამო მისთვის მის ძალისხმევას აღარც აქვს რაიმე ფასი ან ღირებულება. აი мотиваციის თემას რაც შეეხება, პირველი კატეგორიის ადამიანი, რომელიც უფრო მეტად საკუთარ პიროვნებაზე არის ორიენტირებული, უფრო რაღაცა შიდა ფაქტორები მოქმედებს. უფრო მეტად შეიძლება აღაფრთოვანებდეს და мотиваციას აძლევდეს ისეთი რაღაც, რომელიც შეიძლება არც იყოს სხვისთვის შესამჩნევი. მაშინ როცა მეორე კატეგორიის ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაღაც გარედან მაფიცგებელი, რაღაც ჯილდო, რაღაც აღიარება დიდი დოზით სჭირდება, იმიტომ რომ სჭირდება გამტკიცება, სჭირდება გარემოდან უფრო მეტად ვიდრე საკუთარი თავის მხრიდან. რამდენჯერ დაუშვი ერთი და იგივე შეცდომა. პირველი კატეგორიის ადამიანი, როგორც წესი, ბევრად უფრო მარტივად სწავლობს შეცდომებიდან, იმიტომ რომ ის არის საკუთარ თავზე ორიენტირებული და ცდილობს, რომ მიზეზები იპოვოს საკუთარ თავთან მიმართებაში. ნაცვლად მეორე ტიპაჟის ადამიანისა, იმიტომ რომ აი ამ შემთხვევაში ის რა კი მუდმივად არის გარემოზე ორიენტირებული და ელოდება რაღაც გამტკიცებებს გარემოდან, ამიტომაც უფრო აბრალებს და მიზეზებს ეძებს გარემოში, შესაბამისად ნაკლებად ცდილობს, რომ რაღაც შეცვალოს საკუთარ თავში. ამიტომაც როგორც წესი შეცდომები ხშირად მეორდება. ადამიანი, რომელიც საკუთარ მეზეა და პიროვნებაზე მომართული, უფრო მეტად უფრო ნაკლებია მასში სტრესის დონე, შფოთვის დონე, იმიტომ რომ სჯერა და სწამს, რომ მის ხელშია ბერკეტი, მას შეუძლია მოქმედება, მას შეუძლია ცვლილება. მაშინ როცა მეორე კატეგორიის ადამიანის შემთხვევაში, ვინც უფრო გარემოზე არის ორიენტირებული, ბევრად უფრო მაღალი არის სტრესის დონე, შფოთვის დონე, იმიტომ რომ მას არ აქვს განცდაში, რომ მას შეუძლია რაიმეზე მოქმედება, გავლენის მოხდენა, ბერკეტი არ აქვს ხელში. ამიტომაც, იმიტომ რომ სულ რაღაცაზე ან ვიღაცაზეა დამოკიდებული, აი ეს დონე შფოთვის და სტრესის ბევრად უფრო მაღალია. ეს ვიდეო დაგეხმარება და შეძლებ რომ სხვასაც დაეხმარო, რომ გაუზიარო სწორი ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, რეალურია
შეუძლია ყოველთვის ცვლილება, შეგიძლია ყოველთვის ცვლილება. ცვლილებით მოდის განვითარება. და შეგიძლია საკუთარი თავის განვითარება ყოველთვის და ყველა რეალობაში შეგიძლია. ამ ვიდეოთი შენ აუცილებლად ამოიცნობ საკუთარ თავს და ამოიცნობ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს თუ ფიქრობ, რომ შენში ეს ყველაფერი რადიკალურად რომელიღაც კატეგორიისკენ იხვრება. ან იცნობ ადამიანს ირგვლივ, ვისაც თვლი, რომ უკვე ძალიან რაღაც რადიკალურად ერთი მიმართულებით არის წასული, ან შენთვის ძვირფასი ადამიანია, ვისაც თვლი, რომ ბალანსი ნაკლებად ჩანს მასში. მას ჭირდება დამატებითი ინფორმაცია. მას ჭირდება სწორ ადამიანთან და სწორ ადამიანებთან კომუნიკაცია. პროფესიონალების და შესაბამისი პროფესიის ადამიანების, ფსიქოლოგების, კოუჩების დახმარებით თერაპიების სესიები, რომ იპოვოს ეს ბალანსი. იპოვოს ამ ორის ერთმანეთთან დამეგობრება, რომ სწორად, რეალურად აღიქვას, ისწავლოს, შეიმეცნოს საკუთარი თავი და გარემო. იპოვოს ბალანსი. მადლობა მოსვლენისთვის.